მოგესალმებით, ეთერშია გურიის ახალი ამბების სტუდიაში თქვენთვის ნინო ვარშალომიძე მუშაობს. რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში ორი გზის რეაბილიტაცია, მელიქედურში, ასევე ორი გზის და ქალაქ ოზურგეთში ფარნავაზ მეფის ქუჩის რეაბილიტაცია მოხდება. ჯამში ეს პროექტები 6 მილიონ ლარზე მეტი დაჯდება. დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა, სადაც დღის წესრიგით გათვალისწინებულ 8 საკითხზე იმსჯელეს. ერთ-ერთი პირველი რეგიონული ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტების ნუსხა იყო, რომელიც მერიამ შემოიტანა და სოფელ ნატანებში, მელიქედურსა და ქალაქ ოზურგეთში ფარნავაზ მეფის ქუჩის რეაბილიტაციას ითვალისწინებს. საკრებულომ ასევე იმსჯელა დოლიზისა და ჭავჭავაძის ქუჩების გზაგასაყარზე, საგზაო ნიშნის განთავსების თაობაზე. ასევე განკარგულებით დაამტკიცეს იმ ტერიტორიული ერთეულების ნუსხა, საიდანაც საქალაქთაშორისო რეგულარული სამგზავრო გადაყვანები ხორციელდება. საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე განვიხილეთ საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი პროექტების მოწონების თაობაზე განკარგულება, აღნიშნული გულისხმობს 7 მილიონ ლარის ღირებულების 4 პროექტის განხორციელებას მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულში, მათ შორის ქალაქ ოზურგეთში და ეს პროექტები განხორციელდება უკვე მიმდინარე წელს და აღნიშნულთან დაკავშირებით შესაბამისი შეთანხმება მიღწეულია. აღნიშნული პროექტები განხორციელდება სოფელ ნატანებში, ორი ქუჩის რეაბილიტაცია, სოფელ მელიქედურში ორი ქუჩის რეაბილიტაცია და ასევე ქალაქ ოზურგეთში ფარნავაზ მეფის მესამე შესახვევის სრული რეაბილიტაცია. ასევე როგორც ვიცი, საგზაო ნიშნის განთავსებასთან დაკავშირებული საგზაო მოძრაობის რეგულირება მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებას წარმოადგენს, შესაბამისად სათანადო შესწავლის საფუძველზე, ასევე საპატრულო პოლიციას საკომუნიკაციო საფუძველზე გადაწყდა ორი საგზაო ნიშნის განთავსება ქალაქ ოზურგეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, ვიქტორ დოლიძისა და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთაში, სადაც ასე ვთქვათ, კიდევ უფრო უსაფრთხო გახდეს ავტომობილით გადაადგილება. ასევე ჩვენ განვიხილეთ სხვადასხვა საკითხები, მათ შორის იყო საქალაქთაშორისო სამგზავრო გადაყვანასთან დაკავშირებით, რომელიც გულისხმობს იმ ადმინისტრაციული ერთეულების განსაზღვრას, სადაც არ არის სავალდებულო ავტოსადგურის მოწყობა, იცით რომ აღნიშნული საქმიანობა ექვემდებარება ლიცენზირებას და შესაბამისად ყველა დაინტერესებულ პირს ექნება საშუალება აღნიშნული მარშრუტებით, ასე ვთქვათ, სათანადო ლიცენზია აიღოს და ეს მომსახურება გაუწიოს მოსახლეობას. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში უხვი ნალექისგან გამოწვეული ზარალი მასშტაბურია, თუმცა ზუსტი ოდენობა არ არის დათვლილი. შესაბამისი ზარალის სალიკვიდაციო კომისია კი ამ დრომდე მუშაობს. როგორც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ გიორგი ხურჯუმელიძემ გითხრა, ჯერჯერობით უხვი ნალექისგან გამოწვეული ზარალი დათვლილია 8 ტერიტორიულ ერთეულში. შესაბამისი კომისია კი მუშაობს და სრული სურათი უახლოეს პერიოდში დაიდება. რაც შეეხება დახმარებას, როგორც ხურჯუმელიძემ აღნიშნა, მთავრობის გადაწყვეტილებით ყველა დაზარალებულ ოჯახსა თუ პირს გაეწევა დახმარება. თითოეულობის შედეგად საკმაოდ მნიშვნელოვანი სირთულეები გამოიწვია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მთელს ტერიტორიაზე, ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში შეიქმნა გადაადგილების პრობლემა, ისედაც შეიკრიბა ადგილობრივი საგანგებო სიტუაციების შტაბი და განხორციელდა სათანადო მიმართვა ცენტრალური ხელისუფლების მიმართ და მათ მოავლინეს შესაბამისი ძალები მუნიციპალიტეტის მხარდასაჭერად, რაც შეეხება ზარალს. შესაძლებლობისთანავე შეიქმნა შესაბამისი სამუშაო ჯგუფები, ისინი მუშაობენ მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულში, უკვე 8 ადმინისტრაციულ ერთეულზე მეტი ვთქვათ შემოვლილია და წინასწარი მონაცემები შეგროვებულია და მუნიციპალიტეტი ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით უკვე დაიწყებსარეაბილიტაციო და აღდგენით სამუშაოებს, ფიქრობთ, ალბათ მიმდინარე თვეში. დიახ, როგორც პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ხდომაზე ასე ვთქვათ გააკეთა განცხადება, არც ერთი მოქალაქე არ დარჩება უყურადღებოდ, ვისაც ამის საჭიროება გააჩნია და შესაბამისად სახელმწიფო და მუნიციპალიტეტი ყველაფერს გააკეთებს მათთვის სათანადო საცხოვრებელი პირობების შესაქმნელად. ვაგრძელებთ გამოშვებას თბილისის ამბებით. როგორია ოპოზიციური პარტიების სამომავლო გეგმები, შეიქმნება თუ არა საერთო ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრი, რა განცხადებებს აკეთებენ პოლიტიკოსები. როგორც თავად პოლიტიკოსები აცხადებენ, ეს საკითხი განხილვის საგანია. ოპოზიცია სამომავლო ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობასა და კოორდინაციის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას. მმართველ გუნდში კი მიიჩნევენ, რომ ოპოზიციის წარმომადგენლების ქმედებები უცხოეთიდან არის ნაკარნახევი.
იდეის გარშემო ჩვენ გაერთიანებულები ვართ, უბრალოდ იხლა ხდება კონკრეტული ხედვების და ნაბიჯების შეჯერება, რაც განსხვავებით ქართული ოცნებისგან აქ არსებობენ განსხვავებული ხედვის ადამიანები, არსებობენ ადამიანები, რომელსაც საკუთარი აზრი გააჩნია და ზევიდან არავინ არ კარნახობს და ამიტომ მნიშვნელოვანია ეს ხედვები შეჯერდეს და საბოლოო ჯამში იდეა და მიზნები რაც გვაქვს საერთო, ამ საერთო იდეამდე და მიზნამდე ვიპოვოთ რაც ყველაზე მოკლე გზა და ნაკლებად მტკივნეული ქვეყნისთვის, იმისთვის რომ შეიძლება მალე მოვიტანოთ ეს ცვლილებები და აი ამის გარშემო ხდება სინამდვილეში კოორდინაცია და გაერთიანება. ჩვენ ყავს რადიკალური ოპოზიცია, რომელსაც არც საკუთარი აზრი გააჩნია და რეალურად მათ შორის იმდენად არის ყველაფერი ერთი მეორეში არეული, რომ არანაირი მნიშვნელობა საზოგადოებისთვის არ გააჩნია მათ კონფიგურაციას. ისინი ერთად და ცალ-ცალკეც იქნებიან და უკვე არიან ძალიან მწარედ დამარცხებულები პირველ რიგში ქართველი ხალხის მხრიდან და რა თქმა უნდა ეს ვერდიქტი, რომელიც ჩვენმა საზოგადოებამ მას წინააღმდეგ გამოიტანა, გასაჩვირებას აღარ ექვემდებარება. ეს ადამიანები არიან მარიონეტები, რომლებიც მოქმედებენ საკუთარი პატრონების დავალებით და ამ მოქმედებაში საერთოდ არ აინტერესებთ არც ქვეყნის ინტერესები, არც საკუთარი მხარდამჭერების პოზიციები და იმ მხარდაჭერების, რომელიც რა თქმა უნდა თითქმის აღარ არსებობს მათ დროს, ვინაიდან ეს არიან ის ადამიანები, ვინც არანაირ ნდობას და მხარდაჭერას არ იმსახურებენ. გლობალური ტერორიზმის 2025 წლის ინდექსის მიხედვით საქართველო ტერორიზმგან თავისუფლებით ევროპაში პირველ ადგილზეა სხვა საუკეთესო 11 ქვეყანასთან ერთად თანაბარი შეფასებით. ახალი მონაცემებით საქართველომ სარეიტინგო პოზიცია 6 ადგილით გაიმჯობესა და ტერორის ნულოვანი დონით საუკეთესო, ანუ ბოლო მე-100 ადგილზე გავიდა. საქართველო ტერორიზმგან თავისუფლებით უსწრებს დიდი შვიდეულის ყველა ქვეყანას, ნატოსა და ევროკავშირის წევრ 20 მეტ სახელმწიფოს. მონაცემებს საერთაშორისო შემფასებელი ორგანიზაცია და ანალიტიკური ცენტრი ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტი აქვეყნებს. ორგანიზაციის შეფასებით საქართველო 2012 წელს მსოფლიო რეიტინგში 51 ადგილს იკავებდა. ამასთან ევროპისა და ასევე შავიზღვისპირეთის ქვეყნებს შორის ერთ-ერთ ყველაზე ცუდ პოზიციაზე, კონკრეტულად კი მე-7 ადგილზე იყო. კვლევის თანახმად 2012 წლის შემდეგ რეიტინგი საქართველოს 59 ადგილით აქვს გაუმჯობესებული. ჩემთვის ჩვეულებრივი ამბავია, რომ ტერორიზმის ინდექსი არ გვაქვს ცუდი, მადლობა ღმერთს, რომ ტერორიზმი მაინც არ არის ამ ქვეყანაში. კარგია, რომ ქვეყანაში არ არის ტერორიზმი თავისი ოფიციალური კლასიკური ფორმით, ამავე დროს ამ ქვეყანას გავს ტერორისტი ხელისუფლება, რა უნდა შევაფასო. ხელისუფლება, რომელიც ტიტუშკებს გზავნის იმისთვის, რომ თქვენი კოლეგები, ქალები და ჟურნალისტები ქუჩაში სცემონ და გადააგდო. ტერორიზმი ეს გახლავთ მსოფლიო პრობლემა, ის რომ ჩვენ ვიკავებთ მოწინავე პოზიციებს ამ ინდექსში და ამ ანგარიშშიც დადებითად არის ჩვენი ქვეყნის მოცემულობა წარმოდგენილი, ეს არის მისასალმებელი, თუმცა მე ვერ ვხედავ, როგორ შეიძლება ეს იყოს გაიგივებული ხელისუფლების, ეგრეთ წოდებული ხელისუფლების ქმედებებთან, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ამ ინდექსის ანგარიშში ჩვენ ვხედავთ, რომ 2023 წლის მაჩვენებლები იყო განხილული. არავისთვის კითხვას აღარ ტოვებს ის თემა, რასაც ქვია საქართველოს შესაბამისი უწყებების მაღალი პროფესიონალიზმი, რომლითაც ისინი უპირისპირდებიან საქართველოში საფრთხეების გავრცელებას. აქედან გამომდინარეობს ის შეფასებებიც, ის რომელიც კეთდება საქართველოსთან მიმართებაში, როგორც ქვეყანა, სადაც ტურიზმის დიდი ნაკადია. ის ქვეყანა, სადაც ყველაზე უსაფრთხო მდგომარეობაა ევროკავშირის ქვეყნებთან შედარებითაც კი. ვაგრძელებთ გამოშვებას ჩვენი გამოცემის დღევანდელი სტუმარი გახარია საქართველოსთვის პოლიცსაბჭოს წევრი ვიკა ფილფანია. მოგესალმებით ქალბატონო ვიკა და მადლობას გადაგიხდით გადაცემაში მონაწილეობისთვის. მოგესალმებით, ასევე მადლობა მოწვევისთვის. საუბარს ბოლოს ამბით ვიწყებთ, რომელიც გურიაში განვითარდა სტიქიამაქ მხედველობაში 21-22 თებერვლის თოვლი, რომელიც სტიქიათ იქცა, სამწუხაროდ ადამიანების სიცოცხლეც შეიწირა. ვიცით, რომ თქვენი პარტია, კონკრეტულად თქვენს აქტიურად იყავით ჩართული მოხალისეობრივ საქმიანობაში, უფრო კონკრეტულად რომ მოვყვეთ მაყურებლებს, რა პრობლემები იყო და თქვენი პარტია, კონკრეტულად თქვენ, რას აკეთებდით იმისთვის, რომ ეს პრობლემა შეგემსუბუქებიათ ჩვენი მხარისთვის.
მინდა დავიწყო იმითი, რომ თავიდანვე, როდესაც მოსახლეობასთან მივიდა 112-ის გამაფრთხილებელი SMS-ები, უკვე შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ ამ დროისთვის შესაბამის სამსახურებს შეეძლოთ ევარაუდათ, რომ რეგიონში იქნებოდა მოსალოდნელი დიდ თოვლობისგან გამოწვეული სტიქია. რასაც, რა თქმა უნდა მოყოლოდა შესაბამისი რეაგირება და შესაბამისი მომზადება, რასაც სამწუხაროდ ყველამ დავინახეთ, რომ არ მოყვა შესაბამისი მომზადება. ამის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე მთავარი რაც იყო, უკვე დამდგა შედეგზე, როდესაც უკვე დიდთვალობა იქცა სტიქიად, ამის შემდეგაც არ მოხდა მისი აღიარება, როგორც სტიქიად, სწორედ ამან გამოიწვია უკვე ის სისტემური პრობლემები, რომელსაც ადგილზე წავაწყდით და პრინციპში რატომაც საჭირო გახდა ამდენი მოხალისის ჩართულობა. ამის მთავარი მიზეზი იყო ის, რომ სახელმწიფო სისტემურად არ აღმოჩნდა მზად მსგავსი სტიქიისთვის, ან არც იცოდა, რომ მზად ყოფილიყო. ძირითადი პრობლემა, რა თქმა უნდა, იყო მოსახლეობის მოწყვეტა სამყაროსგან სრული მათი იზოლაცია. ეს იზოლაცია უკვე იწვევდა სხვა დანარჩენ პრობლემებს, რაც ლოგიკურია, როგორიც არის საკვები და მედიკამენტების ამოწურვა. იმ ადამიანების მდგომარეობა, რომლებსაც ესაჭიროებოდათ გადაუდებელი დახმარებას და გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, ეს ადამიანები უბრალოდ ვერ იღებდნენ ამ დახმარებას, იმიტომ რომ მათ ხმის მიწვნენაც კი არ შეეძლოთ, ხოლო ვისაც ხმის მიწვნება შეეძლო, მათ სახელმწიფო ვერ ეხმარებოდა. მასობრივი პრობლემა, რაც შეეხება უფრო მასობრივად, ეს პრობლემა იყო ადამიანებისთვის საფრთხის შემცველი, როგორც მათი ჯანმრთელობისთვის, ასევე სასიცოცხლოდ. იქედან გამომდინარე, რომ ჩვენ ვიცით, რამდენად მძიმე იყო მდგომარეობა სახლების, ასე ვთქვათ, გრევის პირას ყოფი სახლების და მასში ყოფი ადამიანების. მე ჩემ გუნდთან ერთად და სხვა ადამიანებთან ერთად ამ სტიქიის პირველივე დღიდან ვიყავით ძირითადად ისეთ ადგილებში განაწილებული, სადაც ვერ მიდიოდა სხვა ტექნიკა და ასე ვთქვათ, ვერ აღწევდა სხვა ჯგუფი, სადაც ჩვენ ასე ვთქვათ, საფეხმავლო ჯგუფი ვიყავით, რომელიც შედიოდა ისეთ მონაკვეთებში და ისეთ ადგილებში, სადაც მხოლოდ ფეხით სვლა იყო. აი თქვენ თუ თანამშრომლობდით იგივე ადგილობრივ ხელისუფლებასთან, ცენტრალურ ხელისუფლებასთან, აი თქვათ ამ სტიქიის დროს კოორდინირებული მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია და თქვენ რამდენად გქონდათ კონტაქტი იმის შესახებ, რომ თქვათ ადამიანებს ეხმარებოდით და თქვათ იმავე ადგილზე არ წასულიყო იგივე ხელისუფლება, სადაც თქვენ მიდიოდით მოხალისეობრივად, ანუ დასახმარებლად. ნახეთ, აი ძალიან მნიშვნელოვანია თქვენ ითხრეთ, რომ თქვენი პარტია რას აკეთებდა სტიქიის ზონაში. მე მგონია, რომ საერთოდ ესეთ საკითხები, როდესაც სიცოცხლე ეხება ადამიანის სიცოცხლეს ეხება საქმე, ზეპარტიულია, ესეთ დროს და მთავარი არის ადამიანის სიცოცხლე. როდესაც ჩვენ ჩავედით გურიაში, პირველივე წუთიდან ვცადეთ, რომ დავემყარებინა კომუნიკაცია ადგილობრივ თვითმმართველობასთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან, ვინაიდან იყო გურიაში იმ წუთისთვის ისეთი სოფლები, საიდან საერთოდ სიგნალი არ გამოდიოდა. ისეთი სოფლები, საიდან საერთოდ სიგნალი არ გამოდიოდა, ჩვენთვის უფრო კრიზისულად და კრიტიკულად გამოიყურებოდა, იმიტომ რომ არც კი ვიცოდით ამ სოფლებში რა მდგომარეობა იყო. იყო ისეთი სოფლები, სადაც სახლები ერთმანეთისგან დაშორებით იყო დაახლოებით 2 კილომეტრის 1 კილომეტრის რადიუსი, იმიტომ რომ ჩვენ რუკით ზედხედით ნანახი გქონდა ამ სახლების დაახლოებითი მდებარეობა. ჩვენ ვთხოვით ადგილობრივ მერიას, რომ გადმოეცა ჩვენთვის ზუსტი მონაცემი თუ რომელ სახლში იმყოფებოდა, ზუსტად მოსახლე რომ ღამე დრო არ დაგვეკარგა იმ სახლებთან მისვლაში, სადაც დადასტურებულად იცის ადგილობრივმა თვითმმართველობამ, რომ იქ არავინ არ ცხოვრობს და დროულად მისულიყავით იმ სახლებში, სადაც ცხოვრობენ ადამიანები, მათ ვარი მონაცემის გადმოცემაზე და იმ ღამეს ჩვენ მესე ბრმად, ასე ვთქვათ, წავედით და ბრმად მოგვიწია ამ ადამიანების ძებნა. ანუ მათგან არ იყო მზაობა იმისა, რომ მათგან არ იყო მზაობა. დიახ, მათგან არ იყო მზაობა, იმიტომ რომ ამის შემდეგ სხვა ჯგუფები, ვისთანაც ჩვენ თანამშრომლობით სხვა ჯგუფების მხრიდანაც მოხდა მათთან კომუნიკაციის, ასე ვთქვათ, მცდელობა, რომ ასე ვთქვათ, გაგვენაწილებინა ადგილები და რაღაც ადგილები, რაც მათთვის შესაძლებელი იყო რომ ვისულიყვნენ თვითონ ჩვენთვის ეს ინფორმაცია გამოიცა და ჩვენ უკვე გადავიდოდით სხვა ადგილებში. ასევე ჩვენიდან იყო კომუნიკაცია, რომ განსაკუთრებით მძიმე ავადმყოფები, რომელ სოფლებშიც იყვნენ, იქ გაგვეშვა ტექნიკა, იმიტომ რომ მათი გადმოყვანა იყო სასწრაფოდ, ასე ვთქვათ, სამედიცინო დაწესებულებაში. ამ შემთხვევაშიც ვერ შედგა ჩვენი თანამშრომლობა სამწუხაროდ რამაც რეალურად, რა თქმა უნდა, იმაზე უფრო ცუდი შედეგი მოიტანა, ვიდრე შეიძლებოდა ამ ჩვენს ერთობლივ მუშაობას
მიიღო. ხო, სახელმწიფო ხო როგორ იქნება ხა მათ რაღაცნაირად იუკადრისა ეს სხვა ადამიანების დახმარება და ეს ვთქვათ მოხალისეების დახმარება, იმიტომ რომ იქ ყველა იდენტიფიცირდებოდა როგორც მოხალისე და არა როგორც პოლიტიკური ჯგუფი და ეს არ იყო რომ პოლიტიკური ჯგუფისთვის დაწერილი ფულები, ხო, რაც ლოგიკურია თავისთავად. დავისწავოთ. და ვითარებულ ქვეყანაში, როდესაც ქვეყანაში არის ესეთი სიტუაცია, ხდება სტიქიან, არის რაც საგანგებო მდგომარეობა მსგავსი მიმართულებით, ყველაზე განვითარებული ქვეყნებიც კი აღიარებენ მოხალისეების ჩართულობის საჭიროებას და ყველაზე განვითარებული ქვეყნებიც კი უხმობენ იმ ადამიანებს, ვინც იმ მომენტისთვის სისტემაში საერთოდ არ მუშაობენ. ესენი არიან ხშირ შემთხვევაში რაც თუ დიდთოლობასთან გვაქვს საქმე, ეს არის თამსვლელები, ალპინისტები, ყოფილი მაშველები, უბრალოდ ადამიანები, ვისაც ბუნებასთან და ბუნებრივ ესეთ პირობებთან შეხება ჰქონიათ. ნუ რატომაც ჩვენმა დე-ფაქტო ხელისუფლება რა ტიპის დახმარებების გაწევა გიხდებოდათ ძირითადად ქალბატონო ვიკა? უკაცრავად თავიდან ვიტყოთ. თქვენ რა ტიპის დახმარებების გაწევა გიხდებოდათ ძირითადად თქვენს ჯგუფს? რა ტიპის დახმარებებს ითხოვდა ადამიანები? ძირითადი მთავარი პრობლემა იყო საკვების ამოწურვა. ყველაზე ასევე მძიმე პრობლემა იყო წამლების ამოწურვა, იმიტომ რომ ყავდათ შვილები, ბავშვები, რომელსაც ჰქონდათ სიცხე, იყვნენ მოხუცები, რომლებიც მძიმე დაავადებები ჰქონდათ. მათ არ ჰქონდათ ეს თქვა წამლამდე მისასვლელი გზაც არ ჰქონდათ შესაბამისად ჩემი ეკიპაჟები მუშაობდით იმ ადგილებში, სადაც ფეხით შეგვეძლო რომ შევსულიყავით, იმიტომ რომ ვერ მიდიოდა ვერც ტრაქტორი, ვერც ბურანი, ვერც სხვა ტექნიკა. ასევე მუშაობდით ჩვენ მძიმე ევაკუაციებზე იმ ადამიანების გადმოყვანაზე, რომლებიც ეს ვთქვათ, სადაც სასწრაფო დახმარების მანქანაც ვერ შედიოდა, ექიმები შესაბამისად ვერ შედიოდნენ და დაშავებული ადამიანის ან მძიმე მდგომარეობაში მყოფი ადამიანის ფიზიკური ევაკუაცია იყო საჭირო, ეს იყო ძირითადად ჩვენი მიმართულებები. იქ ყოველს თავისი როლი ჰქონდა ძალიან კარგად ნაპოვნი, ვისაც თოლში გადაადგილების გამოცდილება არ ჰქონდა, ისინი ძალიან კარგად ოპერირებდნენ ავტომობილებით, სადაც იყო შესაძლებელი ან შტაბის დონეზე, რაც საკვების და პროდუქტის წამლების მიმართულებით. ასევე ადამიანები, ვისაც გამოცდილება ჰქონდა თოლში, სტიქიასთან ბრძოლის რაც გადაადგილების ადამიანის ევაკუაცია ამ ადამიანებსაც ყველას ძალიან კარგად ჰქონდა თავისი როლი ნაპოვნი. პრინციპში ამა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ რეალურად მოქალაქეებმა უკეთესად შეძლეს ორგანიზება და უკეთესად შეძლეს იმ სისტემის აწყობა, რომელიც წესით სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს ხშირ შემთხვევაში აწყობილი. როდესაც უკვე შედეგი დადგა სტიქიური ძალიან მარტივი იყო მოცემულობა თუ რა უნდა გაეკეთებინათ, ხო? ჩვენ თავი და პირველი წუთებიდან ვითხოვდით ძალების ჩართვას, იმიტომ რომ სამაშველო სექტორი, სამაშველო სფერო ამდენ შესაძლოა ვერ გასწდეს, იმიტომ რომ მასშტაბი იყო რეალურად დიდი. ქალბატონო ვიკა, დროში ძალიან შეზღუდულები ვარ, ძალიან საინტერესო თემაა, რასაც ეხებით, მაგრამ არ მინდა ისე გაგიშვათ, რომ სხვა მნიშვნელოვან თემებსაც არ შევეხოთ და ამიტომ გადავალთ თქვენის ნებართვით სხვა თემებზე. პარტიის სამომავლო გეგმებზე მინდა გესაუბროთ. მოკლედ, თითქმის ყველა სტუმარი, ვინც ჩვენთან სტუდიაში მოდის, აანონსებდა იმას, რომ ეს აქციები შედეგს გამოიღებდა და მარტის გაზაფხულისთვის ჩაინიშნებოდა ახალი არჩევნები, მაგრამ მივდივართ იქამდე, რომ სავარაუდოდ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდეც შეიძლება მივიდეთ და თქვენი პარტიის გეგმები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე. ანუ როგორია, მიიღებთ თუ არა მონაწილეობას და როგორი პოზიცია გაქვთ ამასთან დაკავშირებით? ვიცით რომ ერთადერთი პარტია ხართ ოპოზიციური პარტია, რომელიც ჯერჯერობით ფორმალურად ითვლება პარლამენტის წევრად. პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ ადამიანები და ჯგუფები, რომლებიც ასახელებენ თარიღებს, რომ ეს აქცია მოიღებს შედეგს, რომ აი ახლა გაზაფხულზე იქნება და ეს ჩაინიშნება. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა არ არის მიზნად შეწოლილი, იმიტომ რომ ჩვენ კონკრეტულად თარიღები არც არასდროს გვითქვავს, იმიტომ რომ ეს არის ფუჭი მოლოდინების შექმნა ადამიანებისთვის და შემდეგ უკვე ამ მოლოდინების გაცრუება. ჩვენ ცხოვრობთ ან გლობალურადაც კი ძალიან გაურკვეველი სიტუაცია, მით უმეტეს ქვეყანაში არის შიდა პოლიტიკური კრიზისი, ამიტომ საერთოდ თარიღების ხმარება და თარიღების თქმა ესეთ დროს რა თქმა უნდა არასწორია, პოლიტიკურადაც არასწორია და იმ ადამიანებთან მიმართებითაც არასწორია, ვინც ქუჩაში ყოველდღიურად იბრძვის. ამ აქციებს რეალურად აქვს თავისი ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი შედეგი. ეს არის
მათ არ აქვთ შიდა ლეგიტიმაცია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მათ ვერ მოიპოვეს შიდა აღიარება და ასევე რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მათ ვერ მოიპოვეს საგარეო აღიარება. არც ერთი ცივილიზებული ქვეყანა მათ არ აღიარებს როგორც ლეგიტიმურ ხელისუფლებად. ეს არის ამ აქციების ყველაზე დიდი მონაპოვარი. ჩვენი გუნდის გეგმების რაც შეეხება ჩვენი გუნდის თავი მიზანი ამ ეტაპზე არის ახალი არჩევნებისთვის ბრძოლა, რომ ჩაინიშნოს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები და პოლიტპატიმრების გარეთ გამოშვება და გათავისუფლება. რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნებს. მე მინდა შეგახსენოთ ასევე რომ თვითმმართველობის არჩევნები დღის წესრიგში დააყენა ქართულმა ოცნებამ. შესაბამისად, ვინც ამ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე საუბრობს, თავიდან ბოლომდე ასხავს ბიძინა ივანიშვილის წისქვილზე წყალს. იქედან გამომდინარე, რომ სწორედ ამ თემაზე საუბარი არის ემსახურება იმ მიზანს, რომ გადატანილი იყოს მთელი ყურადღება ორი მთავარი მიზნისგან. ეს ორი მთავარი მიზანი არის ხელახალი არჩევნები და არის პოლიტპატიმრების გარეთ გამოშვება. სხვა დანარჩენზე ამ ეტაპზე საუბარი ემსახურება ბიძინა ივანიშვილის ინტერესებზე, ვთქვათ, წყლის დასხმას და ბიძინა ივანიშვილის ინტერესის გატარებას. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ძალიან დიდი დრო არის. ჩვენ არასტაბილურ სიტუაციაში ვიმყოფებით, არავინ არ იცის რა მოხდება მანამდე. ჩაინიშნება თუ არა ხელახალი არჩევნები, რომელიც შესაძლოა ჩაინიშნოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. დროს და დაემთხოს ერთმანეთს ან არ ჩაინიშნოს. ჩვენ არ ვიცით. არასწორია პოლიტიკურად გააკეთო განაცხადი, დაზუსტებით იღებ მონაწილეობას თუ არ იღებ. შეუძლებელია ამ ვითარებაში ეს განსაზღვრო. მაშინ, როდესაც არ იცი მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში როგორი პოლიტიკური მაინც რა გითხრა თქვენი პარტიის მოკლევადიანი და გრძელვადიანი გეგმები თუ შეიძლება რომ ვუთხრათ მაყურებელს და ამით დავასრულოთ საუბარი, იმიტომ რომ ფორმატი არ იძლევა მეტი გაშლის საშუალებას. მოგახსენეთ კიდევ ერთხელ ჩვენი პოლიტიკური გუნდის მოკლევადიანი და გრძელვადიანი ამ ეტაპზე ორი უმთავრესი მიზანი და გეგმა არის ხელახალი არჩევნების ჩანიშვნა და არის პოლიტპატიმრების გარეთ გამოშვება. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან, ჩვენს მეგობრებთან, რომლებიც მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩართული არიან ყველა საკითხში. ჩვენთვის დღეს წესრიგში დგას პოლიტპატიმრების თემაზე მუშაობა, ასევე ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ სანქციების მიმართულებით მუშაობას და შიგნით პროტესტის გაძლიერებაზე მუშაობას, რაც არის უახლოესი და შემდეგ უკვე ამ ყოველფრის შედეგი გვაჩვენებს რა იქნება გრძელვადიანი. გრძელვადიანად ჩვენი ინტერესი არის ქვეყანა დაუბრუნდეს ნორმალურ საგარეო კურსს და ნორმალურ დღის წესრიგს. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა ქალბატონო ვიკა ჩართვისთვის, საინტერესო საუბრისთვის. მაყურებელს კი შევახსენებთ, რომ დღეს ჩვენი სტუმარი იყო გახარია საქართველოსთვის პოლიტსაბჭოს წევრი ვიკა ფილფანი. მადლობა კიდევ ერთხელ. ახლა დრო ვაშინგტონიდან მოწოდებულ ამბებს დავუთმოთ. საუდის არაბეთში უკრაინელმა მომლაპარაკებლებმა ამერიკული დელეგაციის წინადადება რუსეთ-უკრაინის ომის 30 დღით დროებით შეჩერების შესახებ მიიღეს. Წამოვაყენეთ წინადადება, რომელიც უკრაინელებმა მიიღეს. ეს არის ცეცხლის შეწყვეტა და დაუყოვნებელ მოლაპარაკებებში ჩართვა კონფლიქტის ისე დასასრულებლად, რომ ის ხანგამძლე და სიცოცხლისუნარიანი იყოს და მხედველობაში მიიღებს მათ ინტერესებს, მათ უსაფრთხოებას, მათ უნარს წარმატებული სახელმწიფოები იყვნენ. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მშვიდობისკენ გადადგმული უკრაინის პირველი დადებითი ნაბიჯი დააფასა, თქვა ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა მაიკ უოლცმა. პრეზიდენტმა გადაწყვიტა დახმარებაზე დაწყისებული პაუზა გააუქმოს. უკრაინის უსაფრთხოებისთვის ჩვენი დახმარება გრძელდება და ეს ზალაში დაუყოვნებლივ შევიდა. ცეცხლის შეწყვეტის მხარდაჭერის შემდეგ უკრაინის მთავრობამ მშვიდობისადმი ერთგულება კიდევ ერთხელ დაადასტურა. სოფლიოს ხალხისთვის კიდევ ერთხელ საჭიროა იმის გაგება, რომ ომი უკრაინას არ დაუწყია, მაგრამ უკრაინა სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისთვის მზად არის. შეხვედრამდე ცოტა ხნით ადრე რუსეთმა უკრაინაზე იერიში მიიტანა. კიევმაც რუსეთის რამდენიმე რეგიონის წინააღმდეგ დრონებით მასობრივი თავდასხმა განახორციელა. მოსკოვმა განაცხადა, რომ ამ თავდასხმას შემდგომი სამშვიდობო მოლაპარაკებების შეფერხება შეეძლება. ჯერ მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს, ასე რომ ჯერ ვერაფერი ჩაიშლება. თუმცა ახალი მემართულება ნამდვილად შეიძლება დამაზიანებელი იყოს.
ადგილზე დაძაბულობის მიუხედავად ამერიკა იმედს იტოვებს, რომ მხარეებს შორის შეთანხმებას და სამწლიანი ომის შეჩერებას შეძლებს. ეს გახდა ჩემ ხელთ არსებული ბოლო ინფორმაცია. მე მომავალ შეხვედრამდე გამშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ.